ბატონი გიორგი ბარამიძე შემომიერთება ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური დივანი, რომელთან ერთადაც საუბარს ხადია დავიწყეთ თუნდაც ამ კვლევის შედეგებიდან გამომდინარე პოლიტიკურ საარჩევნო საბოიკოტო პერსპექტივაზე, მაგრამ გამარჯობა ბატონ გიორგი, პირველ რიგში ხადია გვაინტერესებს დღევანდელი დღის არც თუ ისე სასიამოვნო ფაქტის შეფასება, რაც უკავშირდება აჭარის ავტონომიის ყოფილი მეთაურის მდგომარეობას. თუ ოფიციალურ ვერსიას გავყვებით და დავიჯერებთ იმას, რომ ეს წერილი მისი ავტორობით არის, ასე ვთქვათ, შექმნილი ბატონი თორნიკესი. რა შეგვიძლია ვთქვათ იმ კლიმატზე, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მაღალი თანამდებობის პირ საქართველოში მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრს აიძულებს ასეთი ნაბიჯი გადადგას. მადლობა გადაცემაში მოწვევისათვის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მძიმე მდგომარეობაა, მიუხედავად იმისა, რომ მე ამ პიროვნების მიმართ არანაირი არც პოლიტიკური და არც სხვაგვარი სიმპათია არ მაქვს, გულწრფელად უსურვებ გადარჩენას და ჯანმრთელობას, იმიტომ რომ საქართველოში ჩვენ ადამიანი დასაკარგი არ გვყავს, რაც არ უნდა აბსოლუტურად ჩემთვის მიუღებელი პოლიტიკური შეხედულების იყოს და მართლაც კრიმინალური მოღალატური ბანდის წარმომადგენელი იყოს. ეს ერთი. მეორე, ნათლად აჩვენებს, რომ ამ ბანდაში, ამ მაფიოზურ დაჯგუფებაში ძალიან მძიმედ არის საქმე და მძიმე კლიმატს აქვს ადგილი. ხო, ახლა როცა ადამიანი იქამდე მივა, რომც დავიჯეროთ თვითკვლელობის, მოდი ამ ვერსიას გავყვეთ, თვითკვლელობის აი ამ ამბის დავიჯეროთ, მცდელობის, თუმცა ამბობენ, რომ ორჯერ არის ნასროლიო და ახლა ორჯერ ადამიანი თვითკვლელობის ჩვენ ჯერჯერობით ვერც ერთი ვერც მოწმენდა ვერც ვერავინ არაფერი არ ვიცით. ჯერ ვიცით რომ ერთი თანამდებობით არაფერი არ ვიცით. სამწუხარო და ალბათ ვერც გავიგებთ ამ რეჟიმის პირობებში. ვერც ეს ოფიციალური ვერსია. ამ რეჟიმის პირობებში ვერ გავიგებთ, ეს ერთნიშნულოვანია, იმიტომ რომ ამ რეჟიმის პირობებში არც სამართლიანი გამოძიება არსებობს, არც ნორმალური პოლიცია, პროკურატურა, სასამართლო და სიმართლე საერთოდ ამ ხელისუფლებასთან ძალიან შორს დგას. ეს ხელისუფლება თავიდან ბოლომდე თუ რამეზე დგას, არის სიყალბე, არის ბრუტალური ძალა, არის რუსეთის მხარდაჭერა, არის კრიმინალური მენტალიტეტი და კრიმინალები ფართეგაგებით ყველგან, პრაქტიკულად ქუჩაშიც და თვითონ სახელმწიფო კაბინეტებში და კრიმინალური მენტალიტეტი და ჩანს კიდევაც, ხო, აი როგორ ერთმანეთს საქმეებს ურჩევენ და ადამიანები მიყავთ კიდევ ერთხელ თუ გავყვებით ამ ვერსიას თვითკვლელობამდე, ხა იქ თუ ამ წერილსაც დავიჯერებთ, რომელიც ასევე საეჭვოა, იმიტომ რომ ძნელი წარმოსადგენია, რომ ექთანმა დაბეჭდა წერილი და ისე გადაუგზავნა რომელიღაცა სამთავრობო მედიებს, ხო? ხო, და იქ იმემ საერთოდ უარყვეს, რომ მათ ეს არ გაუკეთებიათ, ჯერ ეს ერთი კანონიც უგრძელოთ მათ ამას, მაგრამ მით უმეტეს. თუ ეს მისი ხელნაწერია მართლაც დაწერა, იქ არის აღწერა ზუსტად იმ ძიმე ფონის მდგომარეობის, რის გამოც ბატონი თორნიკე იძულებული და ამბობს, რომ ვიღაცამ ვინ ადანაშაულებდა, ხო, ისევ მისივე ხელისუფლების, მისივე ბანდის წარმომადგენლები ადანაშაულებენ, რომ ფული გაქვს მოსატანიო პრაქტიკულად, ხო, ლევან ხაბეიშვილი ამაზე დიდი ხანია საუბრობს, ხო? და რა ვიცი, უამრავი მაგალითი გვაქვს იმისი დამადასტურებელი, რომ ეს რეჟიმი თვითონ არის გაჭედილი, რო იტყვიან თავისივე მარაზმში, თავისივე ბოღმაში, ტყუილში, თავისივე კრიმინალურ ქმედებაში და ეს მონსტრი თავისივე თავის ჭამას იწყებს. აი რატომ? აი ამ კითხვაზე იქნება ერთად გავცეთ პასუხი. რატომ დაჭირდა მის საყრდენ ფიგურებზე ასეთი წნეხის განხორციელდება? რა გაუჭირდა? იმიტომ რომ მაფიოზური კრიმინალური მენტალიტეტის არის თვითონ ბიძინა ივანიშვილი, ჩვენ ხო ყველამ კარგად ვიცით როგორ იშოვა ბიძინა ივანიშვილმა ფული რუსეთში, სხვათა შორის ამას წინ აი იმ ჯალათეას მიერ ღალატის კომისიაზე რომ სოზარ სუბარი ვიღაცას საყვედურობდა 17 წლის იყავი და ომში რატო არ იყავიო იმ დროს როცა მეც ომში ვიყავი და ჩემი თანატოლი ბევრი ადამიანი მხოლოდ მიუხედავად იმისა რომ პარლამენტის წევრი ვიყავი, არავინ არ მაძალებდა და ვერავინ ვერ გამიწვევდა და ამაძალებდა, მაგრამ ტყვეთა გაცვლის საკითხი იყო და სამშობლოს დაცვის საკითხი იყო და იქ ვიყავი, ხო? სხვადასხვა შარმანაშვილმა თქვა რომ მეც ვიყავი და ნახდათ არ მახსოვს, ნოდარ ნათაძე მახსოვს, მაგრამ აი შარმანაშვილი და თქვენ გვახსოვხართ? ხო და შარმანაშვილი ნამდვილად არ მახსოვს. ძალიან კარგად მახსოვს. ხო და ნუ მაგას თავი დავანებოდა და როგორ იქ რატო არ იყავი და
ამ დროს სწორედ ბიძინა ივანიშვილი აი გახურებული ომი რო იყო ოკუპანტთან და იმის შემდეგ, როდესაც ყველამ დავინახეთ, რომ ვინ არის საქართველოს მტერი, ზუსტად ბიძინა ივანიშვილი კრიმინალების სამსახურში იყო, ლებედის და ასე შემდეგ და მათთან აი ამ შავ ბიზნესს ატარებდა, ადამიანების თავებზე დადიოდნენ და ამ ადამიანმა, რომელიც ახლა რა უნდა მოთხოვო, ხო ერთი სოფლელი გაჭირებული ოჯახის შვილი ბიჭი იყო, უცებ აღმოჩნდა აი ამ რაღაცა ორომტრიალში და რაც ისწავლა, ეს ისწავლა, ხო? მან ისწავლა მგლური კანონი, მაფიოზური კანონი, ის რითაც ფულს შოულობდნენ თავის დროზე პრაქტიკულად ყველა აი ძალიან მცირე გამონაკლისის გარდა რუსეთში, აი ველურ რუსეთში. ხო ეს არის მკვლელობა, ეს არის მაფიოზური აზროვნება. ამუნარების გამოყენებით მან ჩაიგდო ძალაუფლება ხელში და აგერ უკვე 13 წელია ეფექტურად მართავს. ოღონდ მარტო მან არა, ეს იყო რუსული სპეცოპერაცია, რომელშიც მას ჰქონდა თავისი როლი. მაგრამ ეს ჩაატარა FSB-მ და რუსეთის საგარეო დაზვერვამ და არა ბიძინა ივანიშვილმა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია. გასაგებია, ოღონდ მართავს კონტროლს ინარჩუნებს. ასევე რუსეთის დახმარება. კი ბატონო, რუსებთან ერთად რა გაუჭირდათ მაშინ ახლა ისეთი, რომ თავისიანებს დაერიან? იმიტომ რომ ეხა ეს ბუნება თავისთავად ეს ასეთი არის ამ რესურსი თანხები შემოაკლდა თუ შეერთების ბიუჯეტის თანხების ლოგიკა თუ ეშინიათ რომ ასე გამდიდრებულმა ადამიანებმა შეიძლება პრობლემა. მე მაგალითად თეორიულადაც ვერ წარმოვიდგენ, თეორიულად როგორ ვერ წარმოვიდგენია მომხდარებით რაღაცები, რომ მაგალითად თორნიკე ჰქონდა ბატონ თორნიკეს გაჩენოდა ამბიცია დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოების ან ოპოზიციის დაფინანსების. იქ ხო წარმოუდგენელი ხო ანუ ასაფრთხეები ხო იცის რომ არავინ არ არის. კი ბატონო, აი რა საფრთხეები დაინახა, გინდა ლილუაშვილში, გინდა ასე თქვა ამ ადამიანში და სხვებში, რომელიც მის საყრდენები იყვნენ. საფრთხეები არა, მის მიმართ პრეტენზიები გაუჩნდა, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან შორსა ვარ იმ აზრისგან, რომ დავიჯერო, რომ ეს თვითმკვლელობის მცდელობა იყო. თუმცა ესეც თავისთავად მძიმე მდგომარეობას აჩვენებს, მაგრამ დღეს მიხეილ სააკაშვილმაც დაწერა, ეს ისეთივე თვითმკვლელობის მცდელობა იყო, როგორც ეროსი კიცმარიშვილმა ჩაიდინა თვითმკვლელობა, მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილი მას პირდაპირ დაემუქრა, რომ გაგანადგურებო თუ რუსთავიორს არ დამითმობო. ხო, ამას ეროსი თვითონ ამბობდა, ხო? სანამ მოკლავდნენ რეროსი ამბობდა რომ მე მემუქრებიან თუ არ დავთმობ რუსთავიორს, არ დავთმობ ბიძინა ივანიშვილს, გამანადგურებენ და ამის შემდეგ ღვედ გადაკრული მანქანაში ხედავთ კამერები გაწეული თავისივე ასე ვთქვათ ავტოფარეხში ტყვია დახლილს, ხო? ახლა თუ ვინმე დაიჯერებს ამას რომ აი ამ ვითარებაში ეროსი ამ გაცხადების შემდეგ მართლა თავი მოიკლა, ნუ ახლა შეუძლია დაიჯეროს. ის იჯერებს აი ამ არარსებულ deep states, რომელიც ახლა ამერიკის შიდა პოლიტიკის, ასე ვთქვათ, ტერმინოლოგიაა, როდესაც პარტიები ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ და ამათმა ეს გახადეს რაღაცა ბუა, რომელსაც თავაზობენ თავის ამომრჩეველს, საზოგადოებას, ანუ იმ დონეზე გაუჭირდათ და იმ დონეზე მარაზმამდე მივიდნენ გიორგი, რომ აი ეს ბუა მოიგონეს, რომ აი მაგალითად ადამიანი იყო მოღალატეო, რომელმაც გახარიაო, რომელმაც 1 მილიონი კვადრატული მეტრი მტერს ჩააბარაო და მაგრამ ვიცოდით რომ ეს მოღალატე იყო, მაგრამ იმ მტერმა ბუამ დაგვავალაო და ამავდროულად თვითონ თავისივე საბრალდებო დასკვნას რომ დებენ ვერ ხვდებიან, იმიტომ რომ თუ ვიღაცა მტრის დავალება შენ შეასრულე, რომ სხვა მტერი დამინიშნეო, მტერი ეუბნება, ხო? შენც დამნაშავე ხარ და აუცილებლად გასამართებიან ამისათვის, მაგრამ მაგას ვამბობ, ეს აზრი გამიწყდა, რომ ეს არის ამ რეჟიმის ბუნება, როცა რაღაცა მომენტში უკვე სხვა გამოსავალი აღარ აქვს, ანუ სულები აღარ აქვს, როგორც ბიძინა იტყოდა, ხო, სხვებს ოპოზიციაზე, ნაციონალურ მოძრაობაზე ამბობდა, რომ ამათო სულები არ აქვსო. ჩვენი სულები ყოველთვის არის, იმიტომ რომ ჩვენ სიმართლით მოქმედებ და ჩვენ ზუგს უკან გვიმაგრებს ის გაკეთებული საქმე, თავისი პრობლემებით, შეცდომებით, მაგრამ დიდი საქმე, რასაც თანამედროვე ქართული სახელმწიფოს აშენება ქვია მიხეილ სააკაშვილის თანამდებობით და ეს სიმართლე გვიმაგრებს ზურგს და ამათ სვლა არ აქვს, იმიტომ რომ გაიჭედნენ თავისივე ტყუილებში და ამიტომ გაიჭედნენ ასევე ერთმანეთში აი ფულის გამო დაპირისპირებაში. ანუ რესურსებზეც არის როგორ ჩანს პრობლემა. ამათვის ხომ თავარი მამოძრავებელი არის ფული. ამათმა ფულს ანაცვალეს სინდისნამუსი, კაცობა, ადამიანობა, სამშობლო, რაც ყველაზე მთავარია, ყველაფერი თუ კი რაიმე წმინდა შეიძლება იყოს ადამიანისთვის, ამათმა ანაცვალეს ფულს გამდიდრებას და ხელისუფლებაში ყოფნას. გიორგი, სხვა შორის ფინანსური
ფინანსური რესურსები არის ერთ-ერთი რაც ყველაზე მეტად აკლია ახლა ოპოზიციას და ჩვენი საუბრის მეორე ნაწილში და ბოლოს აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ოპოზიციაში არსებულ მდგომარეობაზე. მათ შორის მიხეილ სააკაშვილმა გუშინ გამქვეყნებულ პოსტში ხაზი გაუსვა იმას, რომ კი პოლიტიკურ პარტიებს აქვს თავიანთი მნიშვნელობა ამ პოლიტიკურ ბრძოლაში და იქ ერთი ნაციონალური მოძრაობის მიმართ იყო გარკვეული გზავნილები, მაგრამ ამბობს, რომ ლიდერების დეფიციტი არის ახლა პრინციპში ყველა გაგებით მართალს ამბობს, იმიტომ რომ ყველა პარტიის ყველა თავმჯდომარე თავად მიხეილ სააკაშვილია და იზოლირებულია და ციხეში არიან და ამიტომ საუბრობს ადგილებზე, შეიძლება ზუსტად ვერ ვციტირებ, მაგრამ ინიციატივის ხელში აღებაზე და სხვა ტიპის თვითორგანიზებაზე. აი, როგორ წარმოუდგენია ეს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ხალხიდან წამოსულ, კი ბატონო, განსაკუთრებით აი ბოიკოტის პოლიტიკის სტრატეგიის პირობებში. ნუ ეს არის როდის წარმოიქმნება ასეთი ვითარება და ასეთი ლიდერები, როდესაც ჩვენ ყველანი ვიქნებით ერთიანები და ვიქნებით თანმიმდევრულები, როდესაც გავაცნობიერებთ, რომ მართლა არ უნდა წავიდეთ ამ რეჟიმთან კომპრომისზე. კომპრომისი ზოგადად პოლიტიკაში კარგი რაღაცაა, სწორი რაღაცაა, ანუ გაჯიუტება და რაღაცა გაჯიკება არ ვარგა, ყოველთვის უნდა მეტ, როცა ნორმალური სიტუაცია, პოლიტიკოსის მოვალეობა მოძებნოს კომპრომისი იმისათვის, რომ ქვეყნისათვის უკეთესი საქმე გაკეთდეს, მოძებნოს თავის ოპონენტთან, თავის კოლეგასთან, რომელთანაც ყოველთვის შეიძლება საერთო ხედვა არ კონდეს, მაგრამ ეს არის ხელოვნება პოლიტიკის, რომ შენ რაღაცა შენი დათმო, ანუ კომპრომისზე წახვიდე, მაგრამ რაღაცა კარგი გააკეთო ქვეყნისათვის, ხო? და იმედი კონდეს, რომ ამას ხალხი დაგიფასებს, ხო? და შესაბამისად მე კიდე გადაგირჩევს, კიდე უფრო ასე ვთქვათ, გენდობა, ხო? ეს არის, ეს თამაში არის პოლიტიკა, მოდი ასე ვთქვათ, ხო? ეს პროცესი არის, თუ თამაში არ არის კარგი სიტყვა რაღაცნაირად, ხო? ეს პროცესია, ხო? რაც უფრო მეტად შენ ასეთ ნაბიჯებს გადადგა, მაგრამ ახლა მიგაჩნიათ რომ კომპრომისების ახლა არ შეიძლება სატანასთან კომპრომისი არ შეიძლება მაფიასთან კომპრომისი არ შეიძლება რუსეთის რომელიც ჩვენი მართა დაუნძირებელი მტერია მეხუთე კოლონასთან ამ მაფიოზურ ბანდასთან კომპრომისი არ შეიძლება და ამიტომ ძალიან გამაკვირვა და ძალიან გული დამწყვიტა ლელოსთან გადაწყვეტილებამ ნუ გახარიასგან უფრო მოსალოდნელი იყო იმიტომ რომ დიდად არ ჩამოშორებულა რეალურად ამ ბანდას რომელიც ახლა მასვე ადანაშაულებს მაგრამ ეს როგორც დავინახეთ ამ ბანდის შიგნით გარჩევები აბსოლუტურად ჩაულებრივი ამბავია შესაბამისად ძალიან გულიმწყდება როცა ასე ტყუილის გზას დაადგნენ ფაქტიურად აი კოცების გზას დაადგნენ როცა ლაპარაკობენ რომ აბა რა ვქნა თუ არ შევედით ამ ბრძოლაში თითქოს ეს სპეცოპერაცია იყოს ბრძოლა და ჩვენ ამაზე უნდა შევთანხმდეთ რა უწოდოთ ამა თუ იმ მოვლენას ეს არის ადგილობრივი არჩევნები თუ სპეცოპერაცია. აი მოდი ვკითხოთ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას როგორ მიაჩნიათ კოცები ჩაატარებენ მეტნაკლებად მაინც ნორმალურ ადგილობრივ არჩევნებს თუ სპეცოპერაციას. როცა ჩვენ დავინახეთ რომ 20-24-ის არჩევნები პრაქტიკულად სპეცოპერაცია იყო და იმის შემდეგ მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და გიორგი აქ უკვე შეგვიძლია დავეყრდნოთ კვლევის შედეგებს სადაც კრიტიკულად განწყობილი საზოგადოების დიდი ნაწილი სკეპტიკურად უყურებს. აბსოლუტურად და გარდა ამისა რისი თქმა მინდა ჩვენ არ ვაპირებთ გულხელდაკრეფილი ყოფნა ანუ ბოიკოტი ეს არ არის აი მოდი ამაზე კონცენტრირდეთ რომ როცა იგივე სააკაშვილი ვახსენე ახალი ლიდერების გამოჩენა ამას ჭირდება გარკვეული პროცესი რომელსაც ერთის მხრივ ეს პოტენციური ლიდერებიც აგენერირებენ და მეორეს მხრივ ეს ტალღა აჩენს ამ ადამიანებს ხო მოვიდა ზაფხული აქცია დაანონსდა სხვათა შორის 19-ში მნიშვნელოვანი არის ის რომ უწყვეტი რუსთაველის გადაკეტვის აქცია ტარდება ყოველდღე პატიმრების მშობლებთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია რომ აი რუსთავში იყო ძალიან შთამბეჭდავი გუში მსვლელობა ხო ეს ყველაფერი სახეზე გვაქვს მაგრამ მასშტაბურობა ის მიზანი რაც არის გათვლა ხო იმისთვის რომ არათანამშრომლობამ სისტემის პარალიზება გამოიწვიოს ამ მასშტაბით ვერ მიიღწევა ანუ რაღაცა ახლისკენ უნდა წავიდეს ეს პროცესი აი ჩვენ ბატონ ლევანისგან მოგვისმენია ხაბეიშვილისგან რომ დავუშვათ 4 რიცხვი იგივე პატა ბურჭულაძე რუსთაველის მოძრაობა საერთო სახალხო კრების იდეით გამოდის რომ შეიკრიბოს საზოგადოება და ასე შემდეგ ან იქამდე როგორ უნდა მივიდეს პროცესი ან 4-ში და 5-ში თქვენი აზრით რა უნდა მოხდეს
25-ში აუცილებლად უნდა შევიკრიბოთ, მთელი საქართველოს ფეხზე უნდა დადგეს, ვისაც არ შეუძლია თბილისში ჩამოსვლას, თავის ქალაქში უნდა შეიკრიბოს, ეს უნდა იყოს საერთო სახალხო პროტესტი და სწორედ ამას ვამბობდი, რომ ბოიკოტი ეს კი არ არის უბრალოდ ბოიკოტი, რომ აი სახში დარჩი და ბოიკოტირებ, არა, ეს არის აქტიური ქმედება, ეს ბოიკოტი არ არის პასიური ქმედება, ეს არის აქტიური ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ, რომ ის სპეცოპერაციის ეგრეთ წოდებული საარჩევნო დარჩეს ცარიელი და ხალხი იყოს ქუჩაში, რომელსაც ეჭირება პლაკატი არა რუსულ სპეცოპერაციას, არა რუსულ რეჟიმს, კი თავისუფალ რეალურ არჩევნებს და კი დემოკრატიულ საქართველოს, ხო? აი ეს არის და ჩვენ ვაპირებთ, რომ აი პაატა ბურჭულაძეს მადლობა, რომ ჩვენ წევრებთან ერთად ლევან ხაბეიშვილი ძალიან აქტიურობს და სხვები უკვე დადის ქუჩა-ქუჩა სხვადასხვა რეგიონში, თბილისში, სოფლებში და ხალხს აცნობს რა მდგომარეობა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია. ადგილებზე განსაკუთრებით. აი ეს უნდა გავაქტიუროთ ყველა დონეზე, ეს უნდა გააქტიუროს ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, ყველა ინდივიდმა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანს დამიჯერეთ ხალხო, ეხლა ვინც ტელევიზორს უყურებს, შეიძლება ეს ვერც კი გააცნობიეროს, რამდენი ადამიანი, რომელსაც ტელევიზორი არ აქვს, რომელსაც ტელევიზორის ჩასართავი დენის ფული არ აქვს, რომელსაც იმის შეიძლება ეს ყველაფერი კონდეს, მაგრამ იმის დრო არ აქვს, რომ ტელევიზორს შეხედოს, იმიტომ რომ ლუკმაპური უნდა უშოვოს თავის შულს, ამის ყველაფრის თავი არ აქვს და საერთოდ გონია რომ ყველა ერთნაირად ცუდია, აი ეს კოცი, ნაცი, ყველა ერთნაირად ადგაბნილია მის ტვინში, მით უმეტეს ზოგიერთი სასარგებლო idioти ამასაც ასე ვთქვათ კულტივირებს და ყველა მისთვის ერთნაირად მიუღებელია. ჩვენ უნდა დავანახოთ რომ აქეთ არის ეს კრიმინალური მართლა აი თითოეულ სიტყვას მინდა რომ დავაკვირდე და ძახილის ნიშანი დავუშვათ. მოღალატე კრიმინალთა რუსული ბანდა ერთის ხრივ რამოდენიმე ასეული ოჯახით, რომელსაც ბიზნესმენი ქვია, რომელთანაც ასევე ანგარიშწორება აქვს ამ ბიზნეს ივანიშვილს, ესეც კარგად დავინახეთ აი ამ ბანდას და დანარჩენი საქართველოს, ხო? ამიტომ აი ის დაახლოებით 45%, რომელიც 20-24-ის არჩევნებზე საერთოდ არ მოვიდა არჩევნებზე, ხო? ეს რას ნიშნავს? რის იმაჩვენებელია? ინდიფერენტულია პოლიტიკური პროცესი. საერთოდ ინდიფერენტულია, საერთოდ გონია რომ მაინც არაფერი არ შეიცვალა და მას არ აი მისულით ამ ადამიანებთან ლაპარაკით, ამ ადამიანებისთვის ახსნის ინფორმაციის მიწოდებით. ამიტომ ბოიკოტი ეს არის აქტიური ბრძოლის კამპანია, რეჟიმთან ბრძოლის კამპანია. ბოიკოტი ნიშნავს რომ არ უნდა მივიდეს არჩევნებზე და არჩეს სახში. არა მარტო დარჩეს, არა მარტო ქუჩაში გამოვიდეს, მანამდე ქუჩაში გამოვიდეს, ნათესავი დაარწმუნოს. ჩაერთოს პოლიტიკურ რა თქმა უნდა, ეს არის აქტიური ბრძოლა. კოცების სქემაში ჩართვა კი არ არის კოცებთან ბრძოლა. ეს არის ტყუილი, რა გზასაც გახარია და ლელო დაადგა, არამედ კოცებისთვის უარის თქმა, მათთან არა კოლაბორაცია, არა თანამშრომლობა, ოღონდ აქტიური სახში დაждომა კი არა, ალიკო ელისაშვილი ლაპარაკობდა, რომ აბა რა ვქნათო ჩვენო, ისა რა ქვია, ლუდი დავლიოთ, სახში ვიყოთ, ხართაზოზე წამოწვეთო. ესეთი აი იაფასიანი დემაგოგია არ უნდა დაჭირდეს პოლიტიკოს, ხო? თუ ამ იაფასიანი დემაგოგიის იმედზე არის ლელო, ძალიან ცუდად ქონიათ საქმე და აჩვენებს კიდევაც მისი ამომრჩევლის 60% არ ეთანხმება ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობას და კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის სპეცოპერაცია, აქედან გამომდინარე ჩვენ ამ რეჟიმს უნდა ბოლომდე მებრძოლოთ, ამის პარალელურად გაგრძელდება ზეწოლა ჩვენი დასავლეთელი პარტნიორების მხრიდან, ახლა ჩვენი ლიდერები მაგალითად არიან დიდ ბრიტანეთში, საიდანაც სანქციები ძალიან მტკივნეული იქნება, განსაკუთრებით მტკივნეული იქნება ივანიშვილის ბანდისთვის, ველით მეგობარი აქც ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ველით ევროკავშირში ორბანის წინააღმდეგობის დაძლევას და იქიდან დამატებით სანქციებს დრო დაჭირდება, მაგრამ ხო და ამას ვამბობ, ყველაფერს დაჭირდება გარკვეული დრო, მოთმინება დაჭირდება, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვემართოს ისე რომ სხმოიარე, აი ხშირად მომყავს ხოლმე ეს მაგალითი, სხმოიარე ნერგი დარგო გაზაფხულზე, რომელმაც უნდა თქვა რაღაცა პერიოდში მოგიტანოს ნაყოფი და მიადგე თქვა ზაფხულში და თქვა რომ აი ახლა რატო არა გაქვს მოსხმული და მოჭრა დაუწყო, იმიტომ რომ აი ახლა აი არ მოისხა ხა და რა ვქნა, აი არ გამოვიდა და აბა რა ვქნათ, ხო? მაშინ უნდა შევეკრათ ამ ბანდას და მის სქემაში ჩავждეთ. არა ბატონებო, უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები, უნდა ვიყოთ პრინციპულები, არ უნდა გავწყდეთ, როგორც არ გაწყდნენ ის ახალგაზრდები, რომლებსაც საერთოდ შეხება პრინციპში შეიძლება პოლიტიკასთან არ ქონდათ, უმეტესობა ასეც არის. ამიტომ თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს და ყველა რეჟიმის, ყველა პოლიტპატიმარს და ბრძოლა, პრინციპული ბრძოლა, სიმართლით ბრძოლა ბოლომდე აუცილებლად ჩვენ ვართ დარწმუნებული, განწირულები გამარჯვებისთვის და ჩვენ აუცილებლად გავემარჯვებთ.